მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, დღეს ჩვენ კვლავ ხვდებით ერთმანეთს 9 საუკუნის წინათ თურქ სელჩუკებზე ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ ჩვენმა წინაპრებმა მოახერხეს და საბოლოოდ გაწმენდეს თბილისი და საქართველო არაბებისგან. და ალბათ ჩვენი დიდებული წინაპრები ვერასოდეს ვერ წარმოიდგენდნენ, ვერ იფიქრებდნენ, რომ 9 გავიდოდა 9 საუკუნე და 9 საუკუნის შემდეგ ჩვენი ნებით არაბულ ურდუებს კვლავ საქართველოში მივცემდით ადგილს. როგორც კი ჩათვალა ხელისუფლებამ, რომ ასე თუ ისე მოითავა ეგრეთ წოდებული რადიკალური ოპოზიციის საქმეები და მათ თავისი ადგილი მიუჩინა, ეგრევე გამოაჩინა ბრჭყალები და დღის წესრიგში დაისვა უკვე მოქმედებაში შევიდა, თორემ დღის წესრიგში ადრევე რამოდენიმე თვის წინ დავიდა პირველი ლაპარაკი იმაზე, რომ 6 მილიარდიანი ინვესტიცია უნდა შემოსულიყო საქართველოში. ახლა უკვე ეს მოქმედებაზე გადავიდნენ პრინციპში. საერთოდ ასე ხდებოდა ხოლმე, შეფარულად ხდებოდა. ინვესტორი მონათლული იყო როგორც მხსნელი, გადამრჩენელი, რომელიც შემოვიდოდა ჩვენს ეკონომიკაში, ფულს ჩადებდა, სამუშაო ადგილებს შექმნიდა, დაასაქმებდა ადამიანებს და ასე შემდეგ. დღეს უკვე ამისი შეფუთვა აღარც კი ხდება, ჩაითვალა, რომ ალბათ უკვე ქართველებს აღარ შეგვიძლია წინააღმდეგობის გაწევა და უკვე თავს იმაზეც კი აღარ იწუხებენ, რომ რაღაცნაირად შეფუთვა მოხდეს. ამის ღიად გამოვიდა წარმომადგენელი კომპანიის და ღიად ილაპარაკა იმაზე, რა გეგმები აქვს მათ ამ 6 მილიარდით, რის გაკეთებას აპირებენ, რომ აშენდება უძვირფასესი აპარტამენტები და ეს აპარტამენტები გაიყიდება მსოფლიოში მდიდარ ადამიანებზე, ვისაც საქართველოში უნდა რომ დასასვენებელი ადგილი ჰქონდეს თუ საცხოვრებელი ჰქონდეს და სად იქნება ქართველები და ქართველებს რა ადგილი ექნება უკვე შემდგომში საქართველოში, ან ვიქნებით თუ არა, ეს არავის არ ადარდეს, მათ შორის არც ჩვენს ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას, ვაი ხელისუფლებას, ქართულ ოცნებას, რომელსაც უკვე თავისუფლად შეგვიძლია ჩვენ ანტიქართული ოცნებაც კი უწოდოთ იმ გადადგმული ნაბიჯებისთვის, რომელსაც წლების განმავლობაში დგამდნენ, მაგრამ დღეს უკვე ისე ღიად და ისე რადიკალურად, რომ უკვე არაფერი აღარც შეფარულია, აღარც შეფუთული, აღარც დამალულია, ყველაფერი სააშკაროებზეა გამოსული და დიახაც სწორედაც ეს ის დროა, როდესაც მართლაც დაფარული არაფერი არ უნდა ყოფილიყო, ყველაფერი უნდა გაცხადებულიყო, რათა ყველას დაენახა რასთან გვაქვს საქმე, რომ ეს ყველაფერი ბოლო ჯამში უკავშირდება მაინც მოვლენას, იმ დროს და ჟამს, რომელშიც გვიწევს ცხოვრება და იგავის მევენახების იგავის არ იყოს, დადგა დრო, როდესაც ჩვენი ვენახი, ჩვენი საცხოვრისი გადაეცემა სხვას და ჩვენ კარგავთ ჩვენ ისტორიულ სამშობლოს, ჩვენ კარგავთ ჩვენი წინაპრების სისხლით მოტანილ მამულს, ენას, სარწმუნოებას, ყველაფერს ერთბაშად კარგავთ და აი აქ უკვე ისმება საკითხი, ქართველებს ბოლო ბრძოლის გამართვა შეგვიძლია თუ არ შეგვიძლია, გაერთიანება შეგვიძლია თუ არ შეგვიძლია, აღარ არის ახლა იმის დრო წავეკიდოთ ერთმანეთს, ვინ რა პლატფორმაზე დგას, პოლიტიკურ პლატფორმაზე, რა მიმართულებაზე დგას, თავარია ქვეყანა გადავარჩინოთ და შემდეგ ვილაპარაკოთ უკვე იმაზე, ვინ იქნება და უშუალოდ ვისი პროექტები გავა, ვისი პროექტები დაედება საფუძვლად შემდგომში ქვეყანაში რავის ეკონომიკის აშენებას თუ სხვა საკითხების გადაწყვეტას. ამ თემაზე მინდა რომ დღეს დავიწყოთ საუბარი, შემდეგ როგორც მოგეცემა საშუალება იმის და მიხედვით იმიტომ, რომ საერთაშორისო მდგომარეობაც არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ყურადღება არ მივაქციოთ და რამდენიმე სიტყვით არ შევეხოთ. გახაგთ ხოლმე და იესალმებით ჩვენს მსმენელს, ჩვენს მაყურებელს, ჩვენი თანამებრძოლების მხრიდან შემოვიდა გარკვეული შენიშვნა, რომ გარკვეულ საკითხზე დამახვილეს ყურადღება, კონკრეტულად ის, რომ ძალიან გახშირებულია ჩვენ და სამწუხაროდ მოზარდი თაობაში სიკვდილიანობა, ძალიან გახშირებულია არა მარტო ჩვენთან, ეს მსოფლიოში მოზარდი თაობის მიერ ჩადენილი
საშინელი დანაშაულები განსაკუთრებით ეგრეთ წოდებულ წამყვან ქვეყნებმა ისახელეს ამ მხრივ თავი. ეს რა თქმა უნდა ძალიან დიდი თემაა, ყველაფერი უკავშირდება მოვლენას, პროცესს, რაც თვალით არ ჩანს, რაც ნიშნებით უნდა შევიცნოთ. ეს ერთ-ერთი დამადასტურებელი ნიშანი გახლავთ. ძალიან მნიშვნელოვანი, თუმცა კალეიდოსკოპურად იცვლება მოვლენები, ჩქარდება დრო, ძალიან სწრაფად ვლინდება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, რომელშიც აუცილებელია არ ჩამოვრჩეთ, დროს არ ჩამოვრჩეთ და ის უმცირესი შანსი, რაც დარჩენილი გვაქვს, იქნება რამენაირად გამოვიყენოთ, ქართველმა ერმა რამენაირად გამოვიყენოთ. ამიტომ ოდნავ გვერდზე გადავდებ, უფრო მას ფართო მსჯელობა სჭირდება უშუალოდ ახალგაზრდობასთან დაკავშირებით და ყველაზე ცხელ საკითხს შევეხებით, რაც თავისთავად ყველაფერს ეხება უშუალოდ ქართველებს. მეორედ მოსვლა ბევრი რამით უკვე ვეღარ გაგვაკვირვებს მდგომარეობა და ვითარება და თან ერთდროულად გვაკვირვებს. იმიტომ რომ მეორედ მოსვლა აიხსნა, განიმარტა, რას ნიშნავს, რა პროცესია ქართულ ენაზე. გადმოიცა უკვე ეს ცოდნა, ცნობიერება, რაც აქამდე არ ქონდა და ეს პროცესი გულისხმობს, ეს თვალით უხილავი სულიერი პროცესი გულისხმობს იმას, რომ ქართველი ერი და ქართველ ერთან ერთად კაცობრიობაც გამოცდას გადის. ჩვენ დავაგდეთ თუ არა ბოროტების გზას, ჩავაბარებთ თუ არა იმ მოსავალს. ეს იგაური სიტყვებია და ნათქვამი. ანტიქრისტეთ სიტყვა, ანტიქრისტეთ ცნობიერებაა, ის მეფობს დედამიწაზე, ისიც ღვთისგან გაჩენილი და შექმნილი, არაფერი არ არის, რაც მისგან არ იყოს, რითაც ჩვენ ვიცდებით, რას მოვიმოქმედებთ, როგორ მოვიმოქმედებთ, დავყვებით, ჩავყვებით, ანტის გავყვებით, თავს გავინატურებთ, თუ რა გზას გამოვნახავთ. მოსული სიტყვა გვეუბნება, თავი არ მოაკვლევინო, ეგ უარყოფითი იმიტომ იყო, რომ უნდა გაგევლო, უნდა დაგენახა, ამითვე უნდა გამოსწორდე, თუ ცუდი არ იცი, კარგს ვერ გაიგებ, ეს მარტივი მოკლე ფორმულა და აი ამ მიდგომიდან გამომდინარე ეს გასაკვირი აღარც არის ის, რაც საქართველოში ხდება და ერთდროულად ძალიან გასაკვირიცაა. დავიწყოთ იქიდან, რომ მთელი წლებია, 10 წლეულებია სწორება გვაქვს გაკეთებული ევროკავშირზე, სადაც სოდომი კანონიზირებულია. და ამაზე გართულება, რაღაც სერიოზული გართულება არ იგრძნობა. მე ვლაპარაკო პოლიტიკურ საზოგადოების წარმომადგენლობას და არა რიგით ქართველზე და რიგით მოქალაქეებზე, რიგით ხალხზე არ მაქვს ლაპარაკი ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ საკითხის გადაწყვეტას განაპირობებს რჩეული. წვეული ბევრია, წვეულს თავისი ფუნქცია და თავისი ადგილია და რჩეული ამ შემთხვევაში, რომელიც საბოლოო ჯამში ამინდს ქმნის და ამ წვეულს ან დაუპის გზაზე წაიყვანს მსგავსად 2000 წლისა, რაც მაშინ გათამაშდა იერუსალიმში და ისრაელის ქვეყნის სინამდვილეში, აი მსგავსადვე ხდება აქაც რაღაცეები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და უდიდესი გამოცდის წინაშე გვაყენებდა. და გვაყენებს ჩვენ, კვლავ გვაყენებს. ჩვენ ვთქვით, რომ გარკვეული ისეთი ცვლილებები განხორციელდა, რაც თითქმის წარმოუდგენელი იყო. გარკვეული შესწორებების შეტანა მოხდა, თუნდაც იმ ასპექტში, რომ ომში რასაც ითხოვენ, ის ნაბიჯი არ გადაიდგა, მაგრამ მაშინვე ხაზი გაუცვით იმას, რომ ახლა შევდიოდით ყველაზე საშიშ ფაზაში, რასაც ქვია მსგავსების ფაზა. ესე იგი ძალიან გავყარ იმას, რაც უნდა იყოს სიტყვით. გვიხსენეს პირველმა პირებმა გვიხსენეს ზოსიმეს დანაბარები, ივანე ზოსიმეს ხელნაწერი საგანგებოდ იქნა შესყიდული და ჩამოტანილი. ქართული ენის ლაზარე საიდუმლოებების ფსევდო გამხსნელს გადაეცა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ადგილი გამოეყო, ენა მამულის არწმუნოება და ასე შემდეგ. ოჯახური ღირსებისთვის ქუჩაში გამოსული 9 მილიონამდე ალბათ მოსახლეობა აჩვენეს და აი რეფერენდუმი ეს არის და ამ კანონებს იმიტომ ვიღებთო. ეს იყო მართლაც იმის მსგავსი, რაც უნდა კეთდებოდეს
კი გარედან შემოსული ფული არ უნდა მართავდეს ქვეყანას, ეგ არ არის სუვერენიტეტი, ჩვენ ძალიან დავემსგავსეთ იმას, რაზეც ლაპარაკი გქონდა, რაც გადარჩენისათვის აუცილებელია, ну ყოველ შემთხვევაში აუცილებლობასთან მიახლოებას რაც შეესაბამება, მაგრამ მსგავსი კრავისა და იზრახვის ვითარც ურჩხულიო. როგორც კი მოხდა ხელისუფლების ვერტიკალის გამყარება, ძალიან სწრაფად გამჟღავნდა ის, არ ვიცი თუ უკვე ამაზე როგორ იმჟელოთ, ან უკვე არაფრად აღარ გთვლიან, თვლიან რომ ქართული სული მკვდარია, ქართული სული ნაყიდია და უკვე ღია ტექსტებით უნდა გველაპარაკონ, როგორ ჩანს, ასე ვიყურებენ. რითაც დაიწყე ჩემო ჯემალი, ეს არის პირდაპირ თავზარდამცემი. მსგავსების ფაზა ყველაზე რთული ფაზაა, ყველაზე მძიმე ფაზაა, ანტიქრისტია მსგავსი კრავის. და ეს დღეს პირდაპირ დაჯდა საქართველოში. მაგრამ უშუალოდ შევეხებოდით კიდევ აი ამ უშუალოდ რაც გაცხადდა საკითხს, ხო? ნიშნებით შეიცნობა მოვლენა. საგარეო საკითხებზე ორი სიტყვით მოგვიწევს შეხება. და მთავარი ნიშნები იქნება საქართველოში. ღიად დაიდო საქართველოს დაღუპვის ნიშანი. ერთ-ერთ წამყვანი ტელევიზიით, ხელისუფლებით, მთავრობით პირდაპირ დაიდო და ყველაზე მეტად მიმდინარე კონფლიქტის პერიოდში, ყველაზე მეტად ეხლა გაძლიერებული ბირთვული რიტორიკა გარეთ სოფლიოში. ესე იგი, საქართველოს დაღუპვის ძალიან აშკარა, ძალიან ღია ნიშნის გამოვლინების, ეხლა თუ ყურები არ აქვს სპეციალურად ამოქოლილი, ყველამ გაიგო, ყველამ დაინახა, დაიდო ეს ნიშანი და ამის პარალელურად სოფლიოშიც უაღრესად იძაბება ვითარება. ამას მერე შევეხებთ. კვლავ ხას უსვამ, რომ მოვლენა შეიცნობა ნიშნები და ამ ნიშანმა უნდა მიგანიშნოთ თუ საით მიდიხარ. როგორ წარმოვიდგენთ იმას, რომ 900 წლის მერე, არა მარტო 900 წლის შემდეგ, ჩვენ სოფლების აშენების საშუალებას ხონჩით მივართმევდით, ჩვენ ქალაქების აშენების საშუალებას ხონჩით მივართმევდით. არაბული სოფლები და სხვა დასახლებები, კიდე არაქართული დასახლებები, ეს არსებობს. უკვე არსებობს, კი. მაგრამ ეს უკვე სხვა თემაა. ეს ძალიან უკვე მასშტაბებით იმხელა მასშტაბის არის, რომ ეს ამას უკვე გვერდს ვერავინ ვეღარაულით და ღიად გვექნება პასუხი გასაცემი ყველას საქმით. სიტყვით საქმით. კიდევ კარგი, მუფლისხელი ურევია და გამოცდა ადამიანიერი კაცობრიობა სამი ღვთაებრივი წარმონაქმნია დედამიწაზე და არც ერთის ხელის ხლება არ შეიძლება და ეროვნული ცნობიერება და ეროვნული ყოფიერება არის პირველ რიგში ამ ფულის სისტემაში, მასონურ მევახშურ სისტემაში ერის ცნობიერის სისტემა დარტყმის ქვეშ დაყენებული, ერები უნდა გაქრეს. დამთავრდა ძველი ისტორიაო, ასე ამბობენ და აი ახალი ისტორია ის არის, რომ ვინც იყიდის, მოვა და იცხოვრებს იმისია. ეს სრულ წინააღმდეგობაშია უფლისნებელობასთან. ჩვენ გვაქვს ცნობა, რა არის უფლისნებელობა, აი ამ ჟამის პირობებში. ეს ყოველგვარი სასწაულის გარეშე გვაქვს მოწოდებული, ვინაიდან იქ გვიწერია, რომ სასწაულებს უკეთური და მომრუშე მოდგმა ერისო. ეს არის აბსოლუტურ წინააღმდეგობაში მოსვლა უფლისნებელობასთან. რასაც ამ შემთხვევაში ამ ანტისიტყვით ნამართი ხელისუფლება, მართველი ძალა ღიად აკეთებს საქართველოში. თვითონვე არ დაუმალიათ. ალბათ თვლიან, რომ უკვე თლად ნიველირებულია ქართული სული და პირდაპირ გვითხრეს კაცო. 60% უცხოელებს ჩვენ ვაშენებთ ბინებს, ვაშენებთ კაზინოებს და ასე შემდეგ. ფეშენებლურ ბინებზეა ლაპარაკი და არა გოიმების სათავჯენებზე, ასე ვთქვათ.
მოკლედ ულტრამდიდრებისთვის შენდება, ვისაც საქართველოში ეს სიამოვნება, ცხოვრება, დასვენება, მობრძანდებიან, იმუშავებენ, როცა ბოდიში იცხოვრებენ, ჩვენ ბავშვებს მიცემული პირობა უნდა შეუსრულოთ. რომელი ბავშვებს მისამ არაბმა პირობა საქართველოში 64-ის ოაზისის გაშენებაზე და ეს პროცესი უნდა იყოს ძალიან მდგრადიო, ესე იგი განუხრელი, შეუვალი. მსოფლიოს მართავს მილიარდელთა პარტია და მილიარდელთა პარტიას გადაწყვეტილი აქვს საქართველოს ათვისება, გადაწყვეტილი აქვს ქართველი ერისგან ტერიტორიის დაცლა, რა პროცესიც მიმდინარეობს. 100,000 ქონებას თუ შეიძენს, ადამიანს ეძლევა უფლება, აი როგორი გამყიდველური კანონი გაქვს მიღებული. ეძლევა უფლება ადგილ ბინადრობის, ესე იგი აქ ცხოვრების. 6 მილიარდ ნახევრად რო აშენდება ეს განსაკუთრებული სილამაზისა და დიზაინის უახლოესი ტექნოლოგიების რაღაც სასაული, საცხოვრებელი ფართები, 100 მილიონი და მეტის ალბათ ეღირება შეისყიდია რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ამდენს არ ჩადებს თუ მყიდველი უკვე წინასწარ გათვლილი არა აქვს და რას გამოიწევს? ეს გამოიწევს იმას, რომ რამოდენიმე ხნის მერე, როდესაც 10 წელი, 15 წელი თუ არ ვიცი ახლა ზუსტად კანონში როგორ აქვს ჩამღაჯნილი, არ მაინტერესებს, გახდებიან მოქალაქეებიც, ეს შეცვლის დიამეტრალურად ყველაფერს. საქართველოს სახელი დარჩება, მაგრამ შიგ ქართველი არ დარჩება. საეჭოდ დაემთხვა ამ ამბებს გახმაურებული დაჭერები, ახლა ამ თემაზე არ მინდა წავიყვანო, საეჭოდ ას უფრო წმენდას გავს. არასანდო პირების წმენდას, რომ აქ კორუფციასთან, ბრძოლასთან, რეალურ კორუფციის აღმოფხვრასთან საქმე ვერ გვექნება მიზეზთა გამო. რაღაც ფორმის წმენდას უფრო გავს, საეჭოდ დაემთხვა ქონების გადასახადი საკითხების გახმაურება და რიგების დაყენება მოსახლეობის, საეჭოდ ემთხვევა კანონების გამკაცრება და დაჭერები და ამ დროს სრულიად ღიად, კონკრეტულად ტელეიმედში ჰქონდა ეს ინტერვიუ ამ არაბს, ასეთი თამამი პირდაპირი გამოსვლისთვის მადლობაც უნდა მოუხადოთ, რომ სრაგველის პირდაპირ გითხრა და როგორი სასუებით შესქეროდნენ ჩვენი ეგრეთ წოდებული წამყვანები, ჩვენი თითქოს იმედის მომცემი ტელეჟურნალისტები, რომლებიც deep state-თან ბრძოლაში არიან დაღლილები. მაშინ ყველაფერს თავისი ადგილი უკვე გამოუჩნდა, რომ იტყვია. გასაგებია მილიარდერთა პარტიამ გადაწყვიტა, ჯერჯერობით ეს ასე ჩანს, რომ აქ არ იყოს ომი, აქ თავიანთი ოაზისები უნდა აიშენონ და დანგრევა რატომ უნდა? და აგერ აღსრულებლებიც არიან. და მე მინდა მიმართო თუნდაც პაპუაშვილს, კი ბატონო. ივანე ზოსლინო მეგ დაგვიბარა? აი როგორი სიმბოლური დამთხოვებია. ჩვენი სახელმწიფოებრიობის მარცხი კრწანისზე შედგა. კრწანისის ტრაგედიით შედგა. კრწანისის ბოლო დიდი დამარცხებით შედგა. წელში ვეღარ გაიმართა ქართლ-კახეთის სამეფო, ის იძულებით გახდა, წასულიყო იმ გზით, როგორც ყველა მიცით ეს ისტორია. და ახლა სწორედ კრწანისის შემოგარენს გადავცემთ და თურმე ეს უნდა გვიხაროდეს და ასე ოსტატურად ვარიდებთ იმ წავე კითხვებს, რასაც კარგია რომ სვავენ, ოღონდ უფრო მწვავეთ და უფრო მკაცრადაა კითხვები დასასმელი ყველგან, სადაც კი ხელი მიგვიწვდება. აქ აღარა აქვს მნიშვნელობა, რომელია ეს, რომელი პარტია და ასე შემდეგ. ყველას გვევალება, რომ ეს კითხვები უფრო მწვავეთ, უფრო ღიად დაუსვათ
ქვეყნის უსაფრთხოებას რაც შეეხებაო კანონები არისო და ეს ყველაფერს დაარეგულირებს. უფრო ღიათაა სათქმელი, რომ არის საქართველოს გადაგვარებისა და გაქრობის პირდაპირი გზა. სინგაპურიზაციაო. ერთ-ერთმა მთავრობის წარმომადგენელმა, ოცნების წარმომადგენელმა ერთ-ერთ ტელეეთერში რამოდენიმე დიდი ხანი არ არის გასული, რაც ხაზგასმით აღნიშნა, როგორი კარგია სინგაპურის მაგალითი. მოვძებნოთ, შევიდეთ ინტერნეტში, ვნახოთ, სინგაპურელი 13.5%-ია, 60%-ზე მეტი არის ჩინელი, 60%-ზე მეტია ჩინელი, დანარჩენი რაც არის, დანარჩენი მსოფლიოდან მოკრეფილი ხალხია. აქაც როგორც ეთყობა, ქართველს იმდენს დატოვებენ, რაც ჭირდებათ ფეხსაცმლის წვენ. ახლა ძვირფას აპარტამენტში მტრიანი ფეხსაცმლით ხარ შევა. უყვართ ჩვენი კულტურა, სიმღერები, ცეკვები, ჩვენი კერძები უყვართ. აი რაც მომსახურე პერსონალი დაჭირდება, შეიძლება იმდენი რეკლამები, რასაც უკეთდება. ხო, რამდენი ქართველის ეყოფა ამ მომსახურე პერსონალის ის საერთოდ დააკომპლექტონ. მრავალფეროვნებისთვის რაღაც ნაწილს ალბათ დატოვებენ. ადრეც თქვი, სუპირველი გახსნა რომ დაიწყო ჩვენი ცის გახსნა დასავლეთისკენ ხსნელი რო გვეგონა, თბილისში ერთ-ერთი რაც რესტორანივით გაიხსნა და წინ ინდიელის ფორმით კაცი იდგა. ნუ ინდიელის ფორმის კაცს რო შეხედავდი, აღმოჩნდებოდი რომ რაღაც ბოდიში და კუჭის დასანაყრებელი ადგილი იყო და მაგრამ ახლა ჩოხა ახალუხი ახლა ჩოხა ახალუხიანებს დააყენებენ თავდაპირველად ალბათ ქართულისა რაღაცა ეცხებათ და ხო არ ვაჭარბებთ აბსოლუტურად არაფერს არ ვაჭარბებთ იმიტომ რომ ამ ხალხის უკან აუარებელი ერთ-ერთი უძლიერესი დემოგრაფიული მდგომარეობა არის ეს ერთი და მეორე ეს ფორუმები რომ ჩაატარეს ვითომ აბრეშუმის გზას რომ ეძღვნებოდა და გამალებით და გაავებით რომ მიდის სწორედ დეველოპერების მოწევა და ბინათ ვაჭრობაზე რომ მთელი რიგი რეკლამები რომ გადის ინტერნეტში რა არის ეს რა ხალხი რა რაოდენობა შემოვა ვის ვეძახიან ვინ მოდიან და საიდან მოდიან უდაბური ადგილებიდან მოდიან და გვაქებენ იქ არის რომ ერთ-ერთი გამოვიად ნაქირავები ყავთ ჩამოყვანილი ენა გასხარტული როგორ აქებს როგორ სიბრძნე გამოგვიჩენია თურმე რა სიბრძნე უნდა რომ საქართველოს უმოკლესი დამაკავშირებელი გზა როა აღმოსავლეთის და დასავლეთის ერთ-ერთი უმოკლესი ხაზი რო არის გეოგრაფია რაც გლობუსი ყველა მითის ალბათ ყოველ შემთხვევაში რაც იმ წაუკითხიან სკოლაში მაინც უსავლია და ამას რა დიდი აღმოჩენა უნდა რა დიდი სიბრძნე უნდა შენ ჩვენი კლიმატი რამდენად აღემატება და განსხვავდება და მართლაც ფანტასტიკურად საუცხოა იმ უდაბნოებისგან სადაც უწევ ცხოვრება მაგრამ ერთმა ისმისად და თუ აი ესე გაუხსნიდა რომ მოუნდება და ძალიან ბევრს რომ მოუნდება ამას რაიმე დიდი კითხვა უნდა ამას ხო ხედავთ რომ ეს პირდაპირ ერის გაქრობის გზა ესეთ ჩვენი ნელი სიკვდილის გზა სწრაფი სიკვდილის გზისგან გადაგვარჩინეს იმიტომ რომ თურმე თავისთვის ოაზისი უნდა აიშენონ კავკასიაში და ამიტომ ახლა რა არის აქ საინტერესო იცი რომ შენდებოდეს დაუშვათ პორტი დაუშვათ იგივე ანაკლიაზე რომ იყოს ლაპარაკი რომ შემოდებოდეს რაღაც დიდი ქარხანა რომელსაც ასევე დაუშვათ 30000 მშენებელი შეიძლება ჭირდებოდეს რაღაც უზარმაზარი ხო მიესალმებით მაგრამ არა მიესალმებით არ მიესალმებით ეს სხვა თემა შეიძლება არ მიესალმებით მაგრამ ამაზე კამათი შეიძლება მსჯელობა შეიძლება რომ დაუშვათ ეგ ქვეყანას რაღაც სარგებელი ამით ერგება მაგრამ აი საცხოვრების ძვირფასი ფეშენებელური საცხოვრებლების აშენებით და იქ უცხოელი მილიონერების შემოსახლებით და დაფუძნებით და გამრავლებით ქვეყანას აი ერთი დადებითი მაინც რა შეიძლება მოუტანოს ამან ეს მდიდარი ხალხი რომლებიც შემოვლენ და პატარ-პატარა მონაკვეთებს აიშენებენ და მოიწყობენ სახელმწიფო გარდა იმისა რომ ხელისუფლებაში მოკალათებული რამოდენიმე პიროვნება
თუნდაც დავუშვათ რაღაც ორი ათეული. ჯიბეებს გაისქენებს. ხუი მადუნში გარკვეული გარიგები, ახლა ამას თავისი წყალქვეშა დინებაც ექნება, აუცილებლად ექნება, რომ სამხედრო თანხებზე ელაპარაკა. რა გარიგებებია დადებული, რა ოფიციალურად რაზეა ხელი მოწერილი და რა სიტყვიერი შეთანხმებებია მიღწეული. ეს კიდე სხვა საუბრის თემაა. ცალკეული ჩინოვნიკები ჯიბეების გასქელების გარდა რას მოიტანს ეს მშენებლობა? რაში გჭირდება? როცა რომ აღმოჩნდა რომ თუნდაც ქართველი მუშახელიც კი არ იქნება დასაქმებული. ესე იგი რა გამოდის? ვის ჭირდება და რაში ჭირდება? საერთოდ ჩვენი ისტორია ეს ყოფილა დაბნეულობა, სიბნელე, ძველი. სად არის ახლა ის ოპოზიცია მართალია დაუშვათ პატარა თავშეკვერცხილი ვიღაცები დაიჭირეს კი ბატონო, მაგრამ სრულად ხო არ არის გაუქმებულ, სრულად ხო არ არის პატიმრობაში ყველა ხო? დღესაც ტარდება აქციები, პერმანენტული აქციები, ქუჩები იკეტება რა მოთხოვნებით, რომ ევროპას გვართმევენ თურმე. ევროპას კი არა, შეუპატრონო სამშობლოს გართმევენ. აქეთ გამოიხედე. და ზოგიერთი მამაუები დგანან იქ აქციაზე LGBT მემორანდუმის ხელმომწერ პარტიების გვერდზე. ყოველ 17 მაისს გეი აღლუმის ჩატარებას რომ ლობირებენ და გვაძალებენ უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობოების გვერდზე. დგანან და ევროპას ვკარგავთ. სასულიერო პირი იძახს ერთადერთი ამერიკის და ევროპის იმედი ღმაქვს. ღმერთის კი არა კაცო. ამერიკის და ევროპის იმედი მაქვს. სად არიან ახლა ევროპას გვართმევენო ამას დაობენ, ამაზეა რომ დგანან წრებია ქუჩაში. ან მეორე მხარე სად არის? კაი, ესენი გავიგე. ეროვნული ნაწილი სად არის? თუნდაც სასულიერო მხარე, მეორე მხარე, ყველა იქ ხო არ დგას? აგერ საეკლესიო კრება მოიწვიეს რაღაცა და გადაწყვეტილებები მიიღეს. ანუ ყველა არ ეთანხმება, ხო იქ დგომენ სასულიერო პირებს. მეორე მხარეც ატყობს სასულიერო პირებს. ისინი სადღა არიან? ქვეყანა რო იყიდება და ხვალე-ხვალზევით აქ ქართველი საცხოვრისი რო აღარ იქნება. არაბები, ინდოელები, თურქები, ირანელები, ვისი მოძღვარი უნდა იყო? ვისი სულიერი წინამძღოლი უნდა იყო? ქართველი აღარ დარჩება. ჩვენ აქამდე არ ქონია ხელისუფლებაზე ნაწილობრივ ქონდა ნათქვამი, მაგრამ რომ მეორე მხარის სასარგებლო წისქვილზე არ დაგვეს წყალი და სხვანაირად არ გამოსულიყო, ეს საკითხი ესე ღიად არ გაგვიშიფრია და ღიად არ გაგვიხსნია. ეს ხელისუფლება არ არის ხელისუფლება. იმიტომ კი არა რომ დავუშვათ 24 წელს თუ 20 წელს არჩევნები გააყალბა თუ არ გააყალბა, რა თქმა უნდა ყველა არჩევნები ყალბია. და ყოველთვის ყალბდებოდა. მაგრამ მოტყუება და ყალბი. მაგაზე არ არის ლაპარაკი. მაგის გარდა ქართველ ხალხს, საქართველოს მოსახლეობას ხელი აქვს მოწერილი, რომ საქართველოს სულიერ მატერიალური ფასეულობები, უძრავ-მოძრავი ქონება, რაც სტრატეგიული დანიშნულების არის, სტრატეგიული მნიშვნელობის არის, ერის საკუთრებაში რაც მოიაზრება. ის არ იყიდება და არ უნდა გაიყიდოს. და თუ რამე გაყიდული და გასხვისებულია, ის უკან უნდა დაბრუნდეს. ერის აბსოლუტურ უმრავლესობას ხელი აქვს მოწერილი ამაზე. ამაზე ჩატარებულია სრულად საქართველოს ეროვნული ყრილობები. ეროვნული კრებებია ჩატარებული. რომელ ყრილობებსაც თავისი დადგენილებები აქვს მიღებული, შესაბამისი დადგენილები ამ ხელმოწერიდან გამომდინარე. და ხელისუფლება, რომელიც თავის ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის მოთხოვნებს არათუ არ ემორჩილება და არ ასრულებს. არამედ სრულიად დიამეტრალურად სხვა ნაბიჯებს დგავს, საპირისპირო ნაბიჯებს დგავს, საპირისპირო გადაწყვეტილებებს დგავს. ის თვითონ იყენებს კანონგარეშე თავის თავს. ის სხვა საკითხია, რომ ფაქტობრივად ისინი ფლობენ ამ ძალაუფლებას და ხელისუფლებას. მაგრამ ისინი არ არიან კანონიერი ხელისუფლება. უკანონო ხელისუფლებაა. ეს არის დე-ფაქტო ხელისუფლება და ქართველ ერს სრულად საქართველოს სრული უფლება აქვს, რომ იბრძოლოს დე-ფაქტო ხელისუფლების და ამ არაადამიანური, არაქართული სისტემის ფორმაციის შესაცვლელად. ყველა საერთაშორისო ნორმის და კანონით გათვალისწინებული და საქართველოს კონსტიტუციურად გათვალისწინებული
იმ კანონიერი ფორმებით. ამ ხელისუფლების და სისტემის შესაძლებლად. ეს არის de facto ხელისუფლება, რომელსაც მიტაცებული აქვს ხელისუფლება, რომელიც მიდის ქართველი ერის საქართველოს მოსახლეობის ნების საწინააღმდეგოდ, ყიდის ქართულ მიწას, კრავს ქართულ სულს, აბეჭავებს, შლის ქართულ რწმენას, მართლმადიდებლობას, იმით რომ აქ შემოყავს ყველა ჯურის, თუ კი ვინმე არსებობდა მსოფლიოში, ყველა დაუშვეს, ყველა შემოიყვანეს, ყველას მიცეს მინადრობის უფლება, ყველას მისცეს აქ მუშაობის და ქართველი ახალგაზრდების განდევნის უფლება. საქართველოსთან ხდება ქართველი ახალგაზრდობის განდევნა, იმიტომ რომ მოყავთ ხალხი ქვეყნებიდან, სადაც უკიდურესი გაჭირვებაა. თვეში $100 რომ იშოვოს, იმისთვის დიდი ფულია. ქართველ ახალგაზრდას ეს არ აკმაყოფილებს, იძულებულია გაიქცეს საზღვარგარეთ. ანუ რა ხდება, ქართველები გარბიან გარეთ და მათ მაგივრად შემოყავთ ამათ სხვები აქ. აი ეს ხდება ამ ხელისუფლების ხელით. ვაპატიეთ რაღაც ემოციური გამოთქმისთვის და ემოციური ჩართვისთვის, მაგრამ ნუ ყველაფერს თავისი საზღვარი აქვს, ხო? როდემდე შეიძლება? ძნელია ემოციის გარეშე ისაუბრო და ილაპარაკო ამ თემაზე. 400 წელი ქართველობა უმძიმეს პირობებში შეინარჩუნეს ფერეიდნებმა, ჩვენმა ძმებმა, იხვეწებიან ადგილბინადრობის უფლების მიცემაზე არ ვაძლევთ, იმიტომ რომ $100,000 ვერ იხდის ეს ხალხი. ალბათ ეგაა მიზეზი. თან მე რა ქართველები არიან? რა ქართველები? როგორი ქართველები? რო ჩამოდიან, მე კადრები, აქ უამრავი კადრები ნანახი. ქართულ მიწაზე შემოადგავენ ფეხს, ან თვითმფრინავიდან ჩამოდიან ტრაპზე. პირველი რასაც აკეთებენ ქართულ მიწაზე მუხლის ჩოქებზე უდგებიან მშობლიურ მიწას და ემთხვევიან. და ფიანდასად გავიგეთ. თავის დროზე როგორ არიან წაყვანილები და გადასახლებული აქედან. მუჭით და რაღაცა პატარა ნაჭრებში გამოკრული ქართული მიწა ჰქონდათ თან წაღებული. არ დაკარგეს ამდენი ხანი ქართველობა, არ დაკარგეს ამდენი ხანი ქართული ენა. არ არსებობს იქ კომპაქტურად დასახლებული ამ ქართულ უბნებში და დასახლებებში პოლიციის არსებობის საჭიროება არ არსებობს. არ არის დაფიქსირებული ურთიერთ კონფლიქტები, ურთიერთ თაღლითობა, ძარცვა, მკვლელობაზე აღარ არის ლაპარაკი. აი ესეთი ქართველები არიან. და იმათის შემოსახლებაზე და ვისაც სურვილი აქვს რომ ჩამოვიდეს, იმათ მოქალაქეობას არ აძლევთ, ბინადრობის უფლებას არ აძლევთ. რომ იყოს იმნაირი ხალხი, რომ დაუშვათ ხელისუფლებას ეფიქრებოდეს, დაუშვათ კრიმინოგენული სიტუაციის გართულების, აი ამნაირი ხალხია და ამაზე ამობენ უარს, ესეთ ქართველებზე. და შემოყავთ ყველა ჯურის, რა ვიცი, თუ კი ვინმე მოისურვა და როგორც იტყვიან, თუ კი ვინმე დედამ დაწყევლაო, ყველა საქართველოში მოვადილას გარქანი. კანონი არ არსებობს და მექანიზმი არ არსებობს, რომ ქვეყანა დაცული იყოს. აი ჩვენი გამოცდაც. როგორც იტყვიან, აი ჩვენი აბანოც. არსენ შენი ვაჟკაცობა აბანოში გამოჩნდება თავის დროზე. არსენ ოძელაშვილის სახალხო ლექსიდან არის აღებული, რა თქმა უნდა, ეხლა ამას არავინ არ ასწავლის, მდიდარს ართმევს, ღარიბს აძლევს, ღმერთი როგორ წაახდენსაო. ამას დღეს ვის ასწავლის? როგორ მოვიქცეთ? ეხლა ამ თემას პარტიული კოპწიაობისთვის თუ გამოვიყენებთ, ნუ ხო ვართ რაც ეროვნულებად წარმოჩენილები და პატარ-პატარა ჯგუფები თუ პარტიები თუ რაღაც ხო ვართ არა? მაგრამ ნუ ინტერნეტში ყოველ შემთხვევაში საკმაოდ პრავლად ჩანვართ. არაფერი გამოგვივა თუ აი ამ ყველაზე მწვავე თემას პარტიული თავწარმოჩენების მიზნით გამოვიყენებთ და ზეპარტიულ რანგში არ დავაყენებთ და არ განვიხილავთ. თუ ან ჩვენ ეხლა ან ვაჩერებთ უზარმაზარი ფულის შემოტევას, მაგულს ვინ არჩუნებთ, ესე იგი სულით ძალიან ბევრ რამეს, ან ვერ ვაჩერებთ, არ ვაჩერებთ და ჩვენ ხელში, ჩვენ კიკუს მდგომარეობაში ვარ მთელი ქვეყანა, მთელი თავის სასულიერო ხელისუფლებით და ეს საერო წარმოადგენლობით. ვავა ფულის მდგომარეობაში, ხო? არც ეგ ფული მოვა. ეს საკითხი ზეპარტიულ ჭრილში თუ არ დავაყენეთ და თუ
ამ საკითხის გადასაწყვეტად მთელი ერის ენერგია არ მოიყრის. ერთ წერტილში თავს არაფერი გვეშველება. უფლის სიტყვის მოწოდება სწორედ ეს არის, რომ საქართველოს უნდა გამოიყენოს საერთაშორისო კანონები, არსებული კონსტიტუცია, de jure გაგვაჩნია, კიდევ ერთხელ ხაზს უსვავთ, ამ თემაზე თუ საჭირო გახდება, უფრო კონკრეტულად, დღეს უფრო ნათელი გახდა, რომ ეს ერთადერთი სამართია, რომლითაც შეგვიძლია შევებრძოლოთ თუნდაც აი ერთ კონკრეტულ ჩვენ სათავეში დავიყენოთ მოსული უფლის სიტყვის მოთხოვნა, დიახ, ღმერთის მოთხოვნა ეგ არის, რომ გადარჩენისთვის ერმა ეროვნული საკუთრება უნდა გამოაცხადოს, გაყიდული გასხვისებული უკან უნდა დაიბრუნოს და ქართველი ერი მასპინძელია. აი ამ პრინციპით, აი მიმართებით. და ერის უმრავლესობის ნებელობა გამოხატულია. ესე იგი, მანამ ჩვენ უფლის სიტყვას არ ჩავიყენებთ სათავეში, უფლის მოწოდებას არ ჩავიყენებთ სათავეში, პოლიტიკურად ხდება საკითხი და ზეპარტიული უმთავრეს საკითხად არ ვაქცევთ ამ პრობლემის გადაჭრას, თანაც უახლოეს მომავალში. მანამ უფრო გაღრმავდება. რაც შეეხება ახლა იქითა ნაწილს, ახლა ქუჩაში რო გამოყავთ ხალხი, ჩვენ უნდა გავიხსენოთ ლაზიკა, 9 მილიონიანი ქალაქის მშენებლობა, რაც აკრიატება ჰქონდა მაშინდელ ხელმძღვანელობას. მაშინაც სვავდით კითხვას და საკითხს. 9 მილიონი ადამიანი ვინ იქნება, ვინ შესახლდება, უფასოდ მოგცემდნენ ქართველებს? ამ კითხვაზე პასუხი არ იყო. 30,000 მეც თურქს მიეცა სასწრაფოს ეს საქართველოს მოქალაქეობა და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ეგ პროექტი კი არ გაჩერდა, მან სახელი იცვალა. გააგრძელა სამათ და ამას ქვია ინვესტორის შემოყვანა. ეხლა ინვესტორზეც ვთქვათ კიდევ ცოტა მეტი ნათელი რომ მოვფინოთ ერთმანეთისთვის. ნუ ისე გაგვაბითურეს და ნუ ისე აგვირიეს მთელი ეს წლები, ეს არის პერიოდები, რომელიც ემსახურებოდა ჩვენი ტვინების ამორეცხვას, ჩვენი ცნობიერების მუზედაყვანას. ინვესტორი უნდა წარმოგედგინა როგორც ას მხსნელი და ქვეყნის ფეხზე დამყენებელი და ასე შემდეგ. ხო, სინამდვილეს ხა წეღანად ჯემალი შენც აღნიშნე, რომ შემომსვლელი რომ მოდიოდეს და რაღაც საწარმოს აშენებდეს, რაღაც რომელიმე სასიცოცხლო მნიშვნელობის დარგის განვითარებაში რომ დებდეს, თვითონაც იღებდეს თავის მოგებას და ის წარმოება აქვე რჩებოდეს და აქვე საქმდებოდეს, აქვე ვითარდებოდეს ჩვენი ხალხით, ამაზე ვიმსჯელებით, ეს სამსჯელოა და ეგ გასაკეთებელიც კია, თავისი ფორმა აქვს, ამას თავის წესი აქვს. ანუ ინვესტორი ეს აბსოლუტური შავი არ არის, არსებობს მორიგება ეროვნული ინტერესების ფარგლებში, ორმხრივი მორიგება. ასეთი ტიპის ინვესტორი რო იყოს, თუნდაც აი ელექტროხესი უნდა ააგონ. ეხლა შეიძლება თუ არ შეიძლება ეს ეკოლოგები რა სიტყვიან, ხო? ეგეც რაღაცა წარმოება, რაღაც დეგამომუშავება და ყოველ შემთხვევაში ხელისუფლებას ჩაუთვლით რაღაცას ცდილობს. ხო, რაღაცას ცდილობს. ეს არის საჭირო ქვეყნის საჭიროებიდან გამომდინარე. ეს სხვა რამეა, ეს არის უკვე პირდაპირ ნათქვამი. ეს უშენებს დიდრებს, ბინებს, უშენებს ქალაქებს 6 მილიონი. თან ტრაბახობთ, რომ ამ ხელა დონის და მასშტაბის ინვესტიცია, რაც დამოუკიდებლებიათ საქართველოში არ მომხდარო, მართალია. მაშინ მიუბრუნდეთ ახლა საკითხს, რომ ვისი სიტყვა გამართლდა? ბატონო ეკაკი ადრევე გვეუბნეოდა, რომ საქართველოს გაყიდულია, ჯერ კიდევ ადრე და მთელი ეს პროცესები, რაც მიმდინარეობს, ნელ-ნელა გვაახლოვებს რეალური ყიდველების მოსვლა გაბატონების პროცესთან. და ნებისმიერი ცვლილება, ხელისუფლების ცვლილება არსებული ფორმაციის პირობებში, არსებული სახელშეკრულებო გარიგებების პირობებში მიგვიყვანს იქამდე. ყოველი ახალი იმაზე უარესი იქნება, ვიდრე იყო წინა მორბედი. მართლდება თუ არ მართლდება?
ჯერჯერობით ვერავინ ვერ გაბედა და აგერ უკვე გაიბედა კიდევაც და როგორც კი ძალაუფლების ვერტიკალის გამტკიცება, გამაგრება, რეპრესიების დაწყებაც დაიწყეს, პირდაპირ წავიდა თქმა, რომ ვისაც საქართველოში ცხოვრება ეს სიამოვნება. რამდენ ადამიანს ეს სიამოვნება საქართველოში ცხოვრება, რამდენ დიდას. რამდენ მილიონს ეს სიამოვნება, რამდენი მილიონერ მილიარდერია, იქნება მოთვალოთ. ჩვენ ბავშვებსო დადებული პირობა უნდა შეუსრულოთ. ვისაც ეს სიამოვნება, ისინი უფრო ბევრი იქნებიან თუ ვისაც არ ეს სიამოვნება. ხო, ჩვენ ქართველებზე 10 ჯერ და 100 ჯერ ბევრი არიან. ისინი. ამან პირდაპირ გვეუბნება. ეხლა რაც არ უნდა deep state-დან მებრძოლები იყვნენ. ჯერა? რაც არ უნდა deep state-დან მებრძოლები იყვნენ. რაც არ უნდა ლაზარესთან, რაც არ უნდა ივანე ზოსიმეს წიგნის მყიდველები და მომტანები და ტაძრის მაშენებლები. ახლა ულუს შერო პირდაპირ ქალაქების აშენების უფლებას აძლევ. ესე იგი შევარდნაძის ხელისუფლება რაც იყო მოსანატრებელია. მე აღარ მაქვს ლაპარაკი გამსახურდიას ეროვნულ მოკლე პერიოდში არსებულ მთავრობაზე, ნუ იმაზე საერთოდ ახლა როგორ შეიძლება რაიმე ენა მოგვიტრიალდეს და რაღაც. მიშა სააკაშვილიც კი ასე ღიად ვერ გაბედავდა, ასე ღიად ვერავინ ვერ იტყოდა, რომ აი ხლა კორპუსები უნდა ავაშენოთ და უნდა შემოვასახლოთ და ვისაც ეს სიამოვნება ულამაზესი კორპუსები და სახლები უნდა ავუშენოთ კრწანისში, გონიოში. ეს კომპაქტური მშენებლობები, რა სხვა თემა, ის რაც აქამდე მშენებლობები მიდიოდა, ეს არ იკმარეს. ამ სამშენებლო კომპანიების ეგრეთ წოდებული კრიშები ხო თვითონ არიან თავიანთ ახლობლებზე, მაკაცებზე, სიდედრებზე გაფორმებული კომპანიები არის ჩართული ამ სამშენებლო ბიზნესში და სოკოები მრავლდება ჩვენს დედაქალაქში და კიდე სხვა ქალაქებში დაიწყეს უკვე შენობა ბათუმში და ეს რო შენდება და ამ დროს ქართველები მცირდებით და ახალ-ახალი კორპუსები ინტენსიურად შენდება. უსწრაფესად. ეგ არ იკმარეს, ეგ ტემპი არ იკმარა. ეს ტემპი არ იკმარეს, რომ ყიდიდნენ და უცხოელებს ასახლებდნენ ამ კორპუსებში, ეს არ ყოფილა საკმარისი. აი 6 მილიარდ ნახევრიანი თუ 6 მილიარდიანი ერთბაშად იქიდან დიდი წილები მოწყდება. მაპატიეთ ამ ჟარგონისთვის. მოდი ახლა ესე ვთქვათ, რამდენი ხელისუფლება შეიცვალა, იმიტომ რომ აქ უკვე ეს ისეთი მდგომარეობა, ვერავინ ვერ ვიტყვით, რომ იცი რა, მე ამუბნელი არა ვარ, მე პოლიტიკაში არ ვერევით, ასე და ისე. აქ არის ლაპარაკი უკვე სასულიერო ხელისუფლებაზე. ეროვნული მოძრაობის თავკაცები დახოცეს არ არიან. ნუ ეროვნული მოძრაობა როგორც ასეთი თავისი ავტორიტეტით აღარ არსებობს. ხო? აი პარტიულად ვარ დანაწილებული, გაფანტულები, დაშლილები, ეს ზუსტად იგივეა, რაც ფეოდალიზმის დროს ფეოდალური პარტიკულარიზმი, საქართველოს პოლიტიკური ეკონომიკური დაშლა, დანაწევრება, რაც იყო, აი პარტიებად რო ვარ გაფორმებული და პარტიული ეგოიზმით რო ჭამ, ეს ესეა. ეროვნული მოძრაობის რაღაც რაც ტალღა იყო ფლიანობა აღარ არსებობს, ლიდერები ცოცხლები აღარ არიან. და რა თქმა უნდა, დიდი ნდობის ვოტუმი მოიპოვა სასულიერო ხელისუფლება. არც ერთი სახელისუფლებო ცვლილება არ განხორციელებულა სასულიერო ხელისუფლების მხარდაჭერის გარეშე. უკანასკნელი სახელისუფლებო ცვლილებაც ასე დაიწყო, პიროვნებას თხოვეს, მოდი საქართველო გადაარჩინეო, შეხარ ჩვენი მთავარი ტაძრის ამგები და ასე შემდეგ. და განხორციელდა ის ცვლილება, რასაც ძალიან ბევრი რამის ნანობს. დღევანდელი დღის შეყურე. დიპსტეიტთან დაპირისპირება ევროკავშირის და დასავლურ სტრუქტურებთან დაპირისპირებაშიც საკმაოდ როლი ითამაშა სასულიერო ხელისუფლება ოჯახის სიწმინდის დღისთან დაკავშირებით 9 მილიონამდე ადამიანი გარეთ რომ გამოვიდა. ითამაშა ეს როლი. იმიტომ რომ არსებული ფაქტობრივი ხელისუფლება სწორედ ამას დაეყრდნო, აგერ თქვენი რეფერენდუმი მოსახლეობას რა უნდა ღიად გამოჩნდა, ამიტომ მე ამ კანონებს მივიღება.
შემდეგი ცვლილება, რომელიც ასევე სასულიერო ხელისუფლების ჩართვით განხორციელდა, ჩვენ შეგვიძლია ეს გავაგრძელოთ კიდევ, იგივე ნარკოტიკებთან დაკავშირებული საკითხი, როდესაც დასვა საკითხი და დაისვა საკითხი, ეს ტელეიმედზე იყო ალბათ ზუსტად არ მახსოვს რა მნიშვნელობა აქვს რომელ ტელეარხზე, კახეთში ვაზი რო უნდა აგვეჩეხა და პლარი რო უნდა გაგვეშენებინა, 5 მილიარდიან მოგებას რო იძლეოდა და სერიოზული მსჯელობა რო წავიდა. ამ პროექტის გაჩერებაში სასულიერო ხელისუფლებამ გულშეწუხებული მრევლის გულშეწუხების გათვალისწინებით და ალბათ ქრისტიანობაც უნდა გვავალდებულებდეს, აქაც სასულიერო ხელისუფლებამ თავისი სიტყვა თქვა და დახევა მოხდა, ნაწილობრივ მოხდა უკან დახევა. თუმც მოხდა ლეგალიზაცია, თუმც მოხდა ათასობით ახალგაზრდის გაუბედურება და დღე-დღეზე დღეარ გავადა. ყოველ შემთხვევაში კულტივაცია ვერ გაბედეს. კულტივაცია ვერ გაბედეს, მაგრამ კი ვხედავთ ნარკო მოხმარება და ბუდისტთა ნარკო ბარიგებისგან როგორ არის აკოთებული საქართველო, რომ არ ვიცი რა ციხეები ეყოფა და ასე შემდეგ. და რამდენი ახალგაზრდა დაუღუპეთ უკვე. ნაწილობრივ მაინც შეჩერდა. ახლა სხვა ჯულის ხალხზეა ლაპარაკი. კი ბატონო, არაბობაზეა ლაპარაკი. კრწანისის ველი, რომელიც ჩვენი წმინდა თავდადებული რაინდების სისხლით არის მორწყული. აი მან ქალაქის ქალაქი უნდა აშენდეს. უნდა მოიწიონ ვისაც აქ ცხოვრება, ესიამოვნება და უნდა. და ეს უნდა იყოს ძალიან მდგრადი, ჩვენ ბავშვებთან დადებული პირობა უნდა შევასრულოთო. რა ბავშვებთან, ვის ბავშვებთან დადო პირობა, ვინ არის ეს არაბი, რა უნდა, რა ულუსი დაგვასხით თავში. აი ამ დროს სასულიერო ხელისუფლებას უკვე მოგვეკითხება ქრისტიანობიდან გამომდინარე, მოგვეკითხება ყველას ჩვენი პოზიცია, იმიტომ რომ ხალხის მასების მართვის ძალა დიახ სასულიერო ხელისუფლების ხელშია და ამ ხალხის მასების ძალის გამოყენებით ვართ ჩვენ დღეს აი ამ დღეში. ვერ გავექცევით ამ პასუხისმგებლობას. ჟამია, მოსვლა. ეხლა ჩვენ შეიძლება სასწაულებს ველოდეთ, მაგრამ სასწაულს უკეთური და მომდრო შემოდგმელის ღვთის წინაშე თავის გასამართლებელი თუ გამოსწორების გზაზე ზოგადად არ შევდგებით, როგორც მსგავსად ნინეველებისა, ყველას მოგვეკითხება პარტიებსაც, ეროვნულებსაც, სასულიერო პირებსაც, ყველას მოგვეკითხება. ვერ ვიტყვით არ გაგვიგია, აქ არ გაგვილია, არ ვიცით, ყველაფერი ღიად გაცხადებულად გვაქვს მოწოდებული. ღვთისმშობლის წირხვედრი მიწის ასე ვიტყვი, არ შემეშინდება ურჯულოებზე გაყიდვა. არ შეიძლება რომ არ მოგვეკითხოთ. ჩვენ ყველა ვინც ამას გაუჩუმდებით, სასულიერო იქნება თუ საერო, ყველა ვიქნებით თანამონაწილე ამ გაყიდვის, გაცემ გამყიდველობის. ჩვენ დიდ პატივს ვერავინ ვერ იტყვის ვერც საერო ვერც იმედია არც საერო და არც სასულიერო პირებს იმის გულუბრყილო წარმოდგენა არ აქვს, რომ ეს შემოვლენ არაბები და მერე ყველაც სათითაოდ აბოთბილებლად გადაიქცევა. და მასედაც რომ იყოს, გენეტიკურად ის მაინც ქართველი არ იქნება, სულაც რომ ჩვენი სარწმუნოებაც მიიღოს. ქართველი თუ გადაშენდება, რომელი სარწმუნოების ხალხი იცხოვრებს, რომელი გენეტიკის ხალხი იცხოვრებს, აქ ჩემთვის უკვე მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ უდიდეს პატივს ვცემთ ისლამს, მას თავისი ადგილი აქვს, მაგრამ ურჯილოებად განვიხილავთ იმ შემთხვევაში, როდესაც არსებული მომიხდები და მართლა ჩემთვის ურჯილოა. ფულის ფორმაციის გამოყენებით ინვესტორის ლამაზ სახელწოდების ქვეშ შემალვით შენ მომიხდები აქ
ქალაქებს ამიშენებ და მამულს როცა მართმევ, აი ამ შემთხვევაში ხარ შენ ჩემთვის ურჯულო. იმიტომ კი არა რომ შენ ისლამის მიმდევარი ხარ, იმიტომ კი არა რომ შენ ბუდისტი ხარ, მაგიტომ არა. იმიტომ კი არა რომ შენ კათოლიკე ხარ, იმიტომ კი არა რომ შენ ებრაელი თალმუდისტი ხარ. არა, მაგიტომ არა. მაგიტომ არ გიპირისპირდებით და მაგიტომ არ ვამბობთ რომ ხარ ურჯულო. ურჯულო იმიტომ ფობიის ბრალდებას ვერ წაგვიყენებს, ყველა მისთვის ვის ჩვენ გადაცემებს უყურებს, რა გულის ტკივილით, რა ემოციით საუბრობდით, თუ კიდე იგივე ღაზა სექტორში განვითარებულ მოვლენებს, სადაც ქალებს, ბავშვებს მოხუცებს რო ხოცავენ და როგორი გულის ტკივილით მქონდა ამაზე საუბარი. ყველა ერს უნდა გაუმარჯოს თავის ქვეყანაში. აი, ის ღაზელი სტუმარს მივიღებთ, ქართველს სტუმრის პატივისცემა დახვედრა არ ეშლება, მაგრამ ის რომ აპარტამენტები უნდა აშენდეს აქ და იქ უნდა ჩამოსახლდეს და აქ უნდა ქართველების შევიწროების ხარჯზე და განდევნის ხარჯზე სხვები უნდა გამრავლდნენ, ეს ჩემთვის პირადად სრულიად მიუღებელია, ვინც უნდა ფობიას დააბრალოს ეს, ვისაც უნდა, ნაციონალისტად გამომაცხადოს, ეს მისინება, მე მიმაჩნია, რომ მე ვარ ჩემი ქვეყნის, ჩემი ერის პატრიოტი. და ვინ რა სახეს დამარქმევს, ჩემთვის უკვე ნაკლებად მნიშვნელოვანია. წერანაც ვთქვი და გავიმეორებ. რა გადაცემები გვაქვს მიზღვნილი ღაზა სექტორში. იმ საზოგადოებრივ მოსახლეობაზე, ბევაზე, ხოცვაზე, ჟლეტვაზე, რა გულის ტკივილით გვაქვს ნასაუბრები, როგორ თანაგრძნობით ეს ვინც ჩვენ გადაცემებს უყურებს, იმან იცის. მუსლიმანი ძმა ქართველები ჩვენზე მეტად არიან აღელვებულები და გულშეძრულები იმისა, რაც აგერ ქართველებიც აყვავს ჩვენ მუსლიმანები, ხო ყავს? რა თქმა უნდა, გარდა ამის არაქართული მოსახლეობაც ყავს ჩვენი, რომელიც უკვე საუკუნეები აქ ცხოვრობენ და ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან და ჩვენ იმაზე ხვაც არ ამოგურია არასოდეს და არც არასოდეს არ ამოვიღებთ. აქ ლაპარაკია ექსპანსიაზე, დიდი რაოდენობით შემოსახლებულ იმ არაქართველებზე, რომელიც წალეკავენ საქართველოს. ეს პროცესი მიდის, შენდება კორპუსები, შენდება საცხოვრებელი სახლები და ახლა უკვე ეს ამხელა ინვესტიცია იდება იმაში, რომ ვისაც თურმე არ ეზარება და უნდა საქართველოში ცხოვრება, აბატონო, მობზანდი, გადაიხადე ფული და კი ბატონო. რამდენ ფულიანს მეუნდება საქართველოში ცხოვრება? არაფერიღაა სათქმელი. ვნახოთ როგორ გავითავისებთ, როგორ დაბიჯების გადადგმას დავიწყებთ. აი ეს ნიშანი ღიად არის დადებული. ეს არის საქართველოს ნელი ყდომის, ნელსაც ვეღარ დაარქმევ უკვე ამ პროცესს. ღია ხედა, საით მიდიხარ, აი ეს არის ნიშანი, მიმანიშნებელი. და რა ხდება საგარეო პოლიტიკაში, რაღაცნაირად დროში ერთმანეთს დაემთხვა ესეც რა. ეს საკითხები როცა უკვე წყდებოდა და აგერ უკვე დაგვიდეს ღიად ჩვენ შიგნით. გარეთაც ერთგვარად თითქოს დაწყებული სამშვიდობო მოლაპარაკებები, რაღაც კალიასკაზე შეხვედრა და ასე შემდეგ. საფლის პუშტივი ძალიან სწრაფად გასხდა. ბირთულმა რიტორიკამ იმატა. დაპირისპირების ხაზი უკვე ლათინურ ამერიკას გადაწყვდა, უკვე ლაპარაკი არის ვენესუელის საკითხმა წამოიწია. ხო, ამერიკის სამხედრო არმადა უახლოვდება რუსეთმა. ზიახალიტივის ფრთოსანი რაკეტა ბირთვული რეაქტორის პრინციპით მფრენი ძრავიანი ზიახალი ფრთოსანი რაკეტა გამოსცადა. და მოკლედ ვიტყვი, რომ დრო ბევრი აღარ წავიდეს ჯემალი ძალიან გამწვავდა, იმიტომ რომ რაზეც მიდის საუბარი, იმებზე ვერ იქნებია სიტუაცია ჩიხური და მორიგება და შეიგება შეუძლებელი ხდება ამ ორ ძერჟავას შორის. ამერიკამ ბირთვული კობინის გამოცდა გამოაცხადა, ესე იგი 30 წელზე მეტი არა უფეთქებიათ, იმიტომ რომ უკვე იციან როგორ ფეთქდება და გარდა იმისა, რომ ჰაერს ვაბინძურებს და ყველასათვის მომწავლავი ხდება,
აფეთქებების შედეგად გამყოფილი რადიოაქტიური ნივთიერებები ის არაფერს აღარ იძლეოდა უკვე არავისთვის და წამყვანი ქვეყნები შეთანხმდნენ ასევე ბირთვული გავრცელებლობის საკითხებით. აი ახლა ამერიკამ კვლავ უნდა გამოსცადოს ეს რას მიანიშნებს? იმას ხომ არ მიანიშნებს, რომ მსოფლიოს კვლავ აფრთხილებს რა მაქვს და რა შემიძლია. ეს არის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც უკვე იხმარა, რომელსაც ბირთვულ დოქტრინაში გაწერილი აქვს, რომ ცოტა სხვანაირი ბირთვული დოქტრინა აქვს. მას ისეთი შემზღუდავი მუხლები არ აქვს ჩადებული, როგორც მაგალითად რუსეთს აქვს ჩადებული. თუმცა რუსეთმა სახლიდან მიიღო და ცოტა უფრო გააფართოვა. ხო, გააიოლა ბირთვული იარაღის ხმარების წესი და რიგი და პირდაპირ აცხადებენ რუსეთის სამხედრო წარმომადგენლები, პროფესორები და სამხედრო საქმის სპეციალისტები, რომ განკითხვის დღის იარაღი ჩვენ ხელშია. თუ ბირთვულ ომზეა ლაპარაკი, ყველაზე მზად ჩვენ ვართ ამისთვის. და განკითხვის დღის იარაღი ეს ჩვენ გვაქვს არა. ჩვენ შეგვიძლია ჰელოუსტონის გააქტიურება სარმატის გამოყენებითო. სამხედრო სპეციალისტებმა იციან რა სიმძლავრე აქვს ამ სარმატს. ჰელოუსტონი გაბასნეს გეოგრაფიის დოკუმენტური ფილმებიდან რა შეიძლება მოყვეს ამ სუპერვულკანის ამოფრქვევას. პოსეიდონის საშუალებით შეგვიძლია უზარმაზარი კატაკლიზმების გამოწვევა, მათ შორის მიწისძვრების და ასე შემდეგ. ჯერჯერობით სხვებს არა აქვს. ამიტომ ვლადიმერის ნათქვამი სიტყვები, რომ რუსეთის გარეშე მსოფლიო ვერ წარმომიდგენია მისი არსებობა, ეს სრულიად ძალაშია. და ახლა ასეთ დონეზე აწეული ბირთვული რიტორიკა თუ 61-62 წლებზე დავიწყებთ საუბარს, მაშინ ამხელა პოტენციალი არ არსებობდა. არის. სოფლიო ტრაგედია იქნებოდა. ცივილიზაცია ძალიან დიდი ნგრევის წინაშე დადგებოდა, მაშინ რომ მოხდარიყო ეს საშინელება. მაგრამ გადარჩებოდა. აი დღეს სხვა ძალაზე ლაპარაკი. ხო, მაშინ ის სქემები, ვისი სქემები მართლდება, ბატონმა აკაკი საათის სქემად რომ დადო ბოლო პერიოდში. 12 ადგილი უსეთს უკავია, ხო? 12 იგივე 0-იც არის. აქ იგივე 0 საათიც არის და აქ იგივე ახალი ათვლის დაწყების ადგილიც არის. ახალი ათვლის დაწყება ნიშნავს ახალ ფორმაციაზე, ახალ მიდგომებზე გადასვლას, ამის მსოფლიოში გატანას, ეს ერთი. და განულებაც ხდება და 12-ზე მეტი არ არის. მეტი არა. და განულებაც ხდება და ეს გამანულებელი იარაღი ჩვენ ხელშია. რამოდენიმე ტონა ბირთვული კობინის აღება შეუძლია, როგორც ამობენ 70 მეგატონამდე. და იქ კიდევ არის რაღაც საკითხები, ბირთვული ფიზიკის სპეციალისტები რო კარგად გაერკვევიან, ახლობით 100-150 მეგატონამდე შეიძლება თითო ამ ტორპედოს მიერ ამის ეკვივალენტი ენერგიის გამოყოფა წამის მიასედებში. და რას უზავს დედამიწის ქერქს, სადაც გადის რღვევის ხაზი. ხო, აი ამ ზღორებს უახლოვდებით. გარეთ შიგნით ეს სამყარო. რატომ მოყვავს ახლა ეს ორი შედარება? ნიშნებით შეიცნობა და გვინდა რომ ეს რწმენა, რწმენა რა, რომელიც საქმეთ უნდა გადავაქცევთ, ეს რწმენა რამენაირად შემოვიდეს. სასწაულებით და იმით კი არ ხდება, სასწაულებით გვაცდენენ. აქ უკვე ისე მედის მოვლენა ბრმა რწმენაზე აღარ არის ლაპარაკი. უბრალოდ თვალის გახელაზე და რაც შენ წინ დგას და რეალურად ხდება და მოვლენები ვითარდება, იმის აღქმა დანახვაზეა ლაპარაკი. ფიქრობ და ეგად ეს წლების წინ იყო რწმენა, რომელიც არ მომხდარა, არ ხდებოდა ჩვენ თვალწინ და წინასწარ უნდა გერწმუნა, რომ ეს შეიძლება ესე მოხდეს, რადგან მოსული ინფორმაცია ამდაგვარად მოდის ინფორმაცია და ამას მეუბნება და ამდაგვარად გასჭის, ირწმუნო ან არ ირწმუნო. მაგრამ დღეს, როდესაც ყველაფერი თვალწინ იდგას და შენ თვალწინ ხდება ეს ყველაფერი, ეს უკვე რწმენის საკითხი კი არა,
აღქმის და დანახვის საკითხია. მე მინდა რომ ეს აღქმა და დანახვა იმდენად გამკვეთდეს, რომ ჩვენ მოქმედებაში გადაიზარდოს, ეს შორიდან მაყურებლების როლი უკვე ამ საქმეს წინ არ წაწევს. გადარჩენას ვერ მოგვიტანს, იმიტომ რომ უნდა გავიხსენოთ 95 წლის 9 იანვარს დღის 2 საათზე რა განცხადებით შემოვიდა ბატონი აკაკი ქართველი საზოგადოებრივისა და მსოფლიოს წინაშე. ის ერების ადამიანების ხალხები უკვე დაბადებულია, რომლებიც ქვეყნიერებას აიყვანენ დაღუპვისკენ. აი ეს არის ჟამი, დაწყებულია და არსებობს გადარჩენის შანსიც, რაც გადის იმაზე, რომ არ გავაგრძელებ წინა გადაცემებში სულ ამ თემაზე გვაქვს საუბარი, რომ უნდა დააგდო ბოროტების გზა, მსგავსად აი იონას სასაულში ეგაა ჩადებული, ბოროტების დაგდება ფორმაციის შეცვლას ნიშნავს. ახალი რელიგიის გამოგონებას არა, რელიგია გვაქვს. 4 ძირითადი რელიგია მსოფლიოში და შემთხვევით არაფერი არ ხდება. ეგ არის ფორმაცია შესაცვლელი და ჯერ კიდევ მანამ არაა დაგვიანებული და ყველაფერი არაა დაკარგული. იქნებ საერთო ენა პოლიტიკურმა ნაწილმა, საზოგადოებრივმა ნაწილმა, დიასპორა იქნება, გარედან იქნება თუ აქვე, თუ ენა გამოძებნოთ ქვეყნისთვის ბრძოლა და ქვეყნის გადარჩენაზე ზრუნვა ყველა ზვალია. მიუხედავად იმისა, ვინ საქართველოსია დღეს, ვინ ცხოვრების გაჭირვება აიძულა და ქვეყნიდან გაიყვანა და დღეს არ ცხოვრობს საქართველოში და იძულებულია რომ საზღვარგარეთ იშრომოს და უშუალოდ ზოგს ვალებმა აიძულა, ზოგმა ოჯახურმა გაჭირვებამ აიძულა. ყველა ზვალია ქვეყნის გადარჩენა, ზრუნვა და გაერთიანება ქვეყნის გადასარჩენა. და როგორ უნდა ვიმოქმედოთ და რა უნდა გავაკეთოთ, ეს გეგმა დევს. რას უნდა დავეყრნოთ, რომ იურიდიულად, სამართლებრივად მართლები ვიყოთ და ის კი არა რომ აი მე ესე მინდა და რადგან დღეს ესე მომაფიქრდა, აი ესე უნდა არა ბატონო, იურიდიულ სამართლებრივი საბუთი დევს. რომ წერამ თქვი და გავიმეორებ თუ ვინმე არ მიაქცია ყურადღება ან სწორად არ აღიქვა. რომ საქართველოს material სული ფასეულობები არ იყიდება და გაყიდულ გასხვისებული უკან უნდა დაბრუნდეს. ეს არის ერის უმრავლესობის მიერ გამოხატული ნება ხელმოწერებით, რომელსაც ლეგიტიმაცია მიანიჭა და გაამაგრა სამართლებრივად იურიდიულად სრულიად საქართველოს ეროვნულმა ყრილობამ. და არსებობს კიდევ ერთი ყველაზე მთავარი ამ საკითხების გადაწყვეტის გარკვეული პრინციპები არსებობს, ეს ჩვენ გვახსენებს და გვავალდებულებს ზოგად ქრისტიანული მორალით ვიმოქმედოთ ამ შემთხვევაში. საკითხი პოლიტიკურად ხდება, თუმცა ქრისტიანული მორალი აუცილებელია. თუ გვინდა რომ ბოროტების გზა დავაგდოთ მართლა, მტერიც უნდა გვიყვარდეს. არა სიძულვილით არის ეს საქმე გასაკეთებელი, არა ჩამოხრჩობით, არა დახრეტით, არამედ იმდენ სიყვარულით და რა იგულისხმება ამ სიყვარულს, ეგეც გასაგებია და გასარკვევია. ამაზე კი გვიწევს ხოლმე საუბარი, რა იგულისხმება. თუ შემთხვევით არაფერი არ ხდება, მაშინ ესეც უნდა ყოფილიყო, ეს ხალხიც უნდა ყოფილიყო, ანტი უნდა ყოფილიყო და უნდა მოსულიყო და ამაში უნდა გამოიცადოს შენი ადამიანობა, შენი ქართველობა, შენი ქრისტიანობა. ის თავის ფუნქციას ასრულებს, ბოლოს და ბოლოს მადლობაც გააქვს მოსახდელი, სად და რაში უნდა გამოიჩინო თავი, თუ ის ანტი არ არის, თუ რაღაც არ გაქვს გადასალახი, დასაძლევი თუ არ გაქვს ძლეველი, როგორ გინდა რომ შედგე ზოგადად და მთლიანობაში. საერთოდაც განვითარება წინააღმდეგობის გარეშე არ არსებობს. არა, კი. ესე იგი, აქ სიძულვილი, მტრობითა და ასე შემდეგ არ გაკეთდება, მაგრამ თავი რო არ მოაკვლევინო და როგორ უნდა შეცვალო, ეს პრინციპები დევს, ამაზე შეგვიძლია ვისაუბროთ, შემოთავაზებულია დიდი ხნის ადრე უკვე, აგერ უკვე 30 წელს გადაცდა, რაც ეს საკითხები დევს, შემოთავაზებულია და ვნახოთ ახლა გამოჩნდება ჩვენი მართლა ქართველობა, მართლა რწმენა, ან უწყნობა. ამის თქმა პირადად და დროც უკვე ისეა ჩემარი რომ ალბათ დამთავრებისკენ მე უბრალოდ ორიოდე სიტყვით ვიტყვი საერთაშორისო შექმნილ მდგომარეობას რომ შეეხება მინდა ორიოდე სიტყვით თქვა იმ ახალ კერის გაჩენის საშიშროებაზე
რუსეთ-ამერიკის, რუსეთ-ნატოს დაპირისპირების, რომელიც უკვე ლათინური ამერიკის ტერიტორიაზე, ვენესუელა მხედველობაში, როგორც საინფორმაციოები იუწყებიან, ვენესუელის პრეზიდენტმა მადურომ ოფიციალურად მიმართა ირანს, რუსეთს და ჩინეთს დახმარებისთვის, რამე თუ ამერიკა როგორც ჩანს სერიოზულად ემზადება ვენესუელაზე დასარტყმელად. და აქამდე თუ ერთი ცხელი წერტილი ჰქონდა, სადაც რუსეთ-ნატოს დაპირისპირება მიდიოდა უკრაინის ტერიტორიაზე, აგერ უკვე გაჩნდა საშიშროება მეორე წერტილის გაჩნდეს და რაც მეტი იქნება ასეთი ცხელი წერტილი, მით აიწევს ტემპერატურა და მეტი საშიშროება გაჩნდება, რომ პირდაპირ დაჯახება მოხდეს უკვე, არა ზუსტად საინფორმაციოების გადმოცემით რუსეთმა დაიწყო უკვე იარაღის შეტანა ვენესუელაში. დღევანდელ მდგომარეობით, როდესაც ეს დიდი საინფორმაციო ომი მიდის და ერთმანეთს რაღაცებს აბრალებენ, რაღაცის გამო, რაღაც ინფორმაციების გაშვება ხდება, უკვე რთული გასარკვევიც არის იქიდან ტყუან მართალი რა არის და როგორი სიმართლეა, რომელიც ტყუილია, მაგრამ ესეთი ინფორმაციები გაჟღერდა, გაისმა და თუ ეს მართალია, ეს კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს იმაზე, რომ ამათი დაპირისპირება კიდევ ახალ საფეხურზე გადადის, ახალი ცხელი წერტილი ჩდება, ახალი საშიშროება ჩდება პირდაპირ შეტაკების და ეს ყველაფერი ინფოზე, როდესაც საქართველოში მიმდინარეობს ეს მოვლენა, რაზეც ჩვენ ვილაპარაკეთ საკმაოდ ემოციურად, რაზეც შეიძლება თუ გადაჭარბება მოგვივიდა რაღაცა ბოდიშიც მოუხადოთ ჩვენ მსმენელს და ბოლოს მინდა ვთქვა, რომ თუ საქართველოს მიწაწყლის ესე განიევებას, თუ ქართველი ერის გადაშენებას ასე ხელაღებით მიმართავენ, მაშინ საქართველოს გარეშე, საქართველოს განადგურების შემთხვევაში, ქართველი ერის განადგურების შემთხვევაში პლანეტაზე ადამიანურ არსებობას სიცოცხლე არ უწევია. ამის განმარტება ახლა ესე მოკლე დროში ძალიან რთულია, რამე თუ ყველა ერს, ყველა ეთნიკურ წარმონაქმს თავისი მოვალეობა და ფუნქცია აქვს, ისევე როგორც ადამიანის ორგანიზმში ცალკეულ ორგანოებს და ერთი ორგანოს ამოჭრა, ანუ სიკვდილი, დაუშვათ გულის გაჩერება, იწვევს მთლიანი ორგანიზმის ყდომას. საკმაოდ დიდხანს გაგვიგზავნა მგონი საუბარი, თუ დროს გადავაჭარბეთ. მადლობა მოუხადოთ ჩვენ მსმენელს და დავამშვიდობოთ შემდეგ შეხვედრამდე. მადლობთ ყურადღებისთვის. შევხვდებით ჩვენ მომავალ კვირაში.